დაგამოშვების ბოლოს ეთნო-ჯაზ ჯგუფი ეგარის საგასტროლოდ ემზადება მუსიკოსები ხვალღამით შვედეთში მიემგზავრებიან. დაგეგმილია კონცერტები სტოკჰოლმსა და გოთებურგში, სადაც სცენაზე ქართველებთან ერთად შვედი მუსიკოსებიც გამოვლენ. შვედურ-ქართული მუსიკალური პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ტრადიციული ქართული ინსტრუმენტალური მუსიკა, ევროპული ეთნო-ჯაზი, ქართული ცეკვა და პოპულარული მუსიკის ელემენტები. ასეთია ეგარის რეპერტუარის ძირითადი ხაზი. მივდივართ ორი კონცერტისთვის, ერთი იქნება გოთებურგში, მეორე იქნება სტოკჰოლმში. ორი ახალი კომპოზიცია უკვე მზად აქვთ. ქართულ-ესპანურ მოტივებზე შექმნილ ზირიაფს ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად შვედეთში აჟღერებენ. გავაკეთეთ მეტად საინტერესო კომპოზიცია. ზირიაფი ქვია თემას. ეს არის ცნობილი კომპოზიცია, პაკუ დე ლუსია არის ასეთი გიტარისტი და ჩვენი ოცნება იყო რომ შეგვესრულებინა ერთი ნაწარმოები მისი. მაგრამ გავაკეთეთ ძალიან უცნაურად, სადაც არის აბსოლუტურად შაური მოტივები. ძალიან წააგავს კერძოდ აი ამ ნაწარმოების კილო, ჩვენი თუშური კილოს პირდაპირ ესეთი შეერთება მოხდა. უმტკივნეულად რო იტყვიან მუსიკალურად. მუსიკას თავად ქმნიან ექსპრომტად და ორიგინალურად. მათ კომპოზიციებში ჟანრები და თემები ხშირად ენაცვლება ერთმანეთს. ეთნო-ჯაზ მუსიკალური ელემენტები მაიკლ ჯექსონის რეპერტუარიდანაც მოარგეს. მუსიკა იქნება ძალიან საინტერესოდ. მაგალითად, ბევრჯერ ხდება, რომ რაღაცას გავიშაყიდეთ ბიჭები ერთმანეთში და ხშირად რჩება ხოლმე ნომრად. ეგარი 2009 წელს დაარსდა და იმავე წელს წლის საუკეთესო ახალ ბრენდად დაასახელეს. მუსიკოსები ძირითადად უცხოეთში მოღვაწეობენ. 22 და 23 მარტს ეგარი კონცერტებს შვედეთში გამართავს. სცენაზე მათთან ერთად შვედი მუსიკოსებიც გამოვლენ. არსებობს ესეთი ჯგუფი Music, რომელიც უკრავს ჯაზს. და ჩვენი ჩასვლის შემდეგ, ორი თვის შემდეგ ისინი მაისისთვის ალბათ ჩამოვლენ, აქ ექნებათ კონცერტები. ჩვენი მუსიკაც და იმათი მით უმეტეს ჯაზი არ მოიცავს საზღვრებს და ეს ექსპერიმენტადაც შეიძლება, არ ვიცი, მოვსინჯავთ ეხლა რომ ჩავალ. ეგარი შვედეთში ხვალღამით გაემგზავრება გასტროლიდან დაბრუნებული ჯგუფი კი სოლო კონცერტს თბილისში აპრილის ბოლოს გეკმავს.